ირაკლი ღარიბაშვილისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებას, ასევე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებები. Დამარცხინო რამ ვიხილეთ, როდესაც ადამიანი დამტკიცდა, რომ ძარცვავდა ქართულ ხალხს, უმაღლეს და ყველაზე საპასუხებლო თანამდებობებს იკავებდა, გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი და თურმე ამის გამო შეიძლება ადამიანი გირაოს გადახდის შემდგომ ციხეში არ გაუშვან და ამის მაგივრად ციხეში გაუშვან ესეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ქუჩას კეტავენ ხოლმე, მაგალითად, ან აქციაზე იმყოფებიან ხოლმე და ვერ უმტკიცებენ ხოლმე, რათა თან წმობით უშვებენ ამ ხალხს ციხეში. ეს არის ამორალური პოლიტიკას და სამართალს რო თავი დაანება და თან მნიშვნელოვანია რომ დამტკიცდა ის ბრალდებები, რომელზეც ამდენ წელი ვსაუბრობთ და იგივე ხალხი, ვინც ეს კაცი დააკავა, გვეუბნებოდა რომ ცილს ვწამებთო და ცილს ვწამებთო, არა და საჯაროდ იყო და ზედაპირზე იყო ის ყოვლისმომცველი ღრმა კორუფცია, რომელშიც ჩამქშალი იყო მათ შორის ეს კლანი. დღეს რა დანაშაულებრივი მართლობაც არსებობს ქვეყანაში, ეს კორუფციული სქემები ჩაშლილია მთელი საქართველოს მასშტაბით. ირაკლი ღარიბაშვილი იყო ამ ყველაფრის მხოლოდ ერთი ჭანჭიკი, რომელიც ემსახურებოდა ივანიშვილის და ანტიქართული ოცნების ინტერესებს. მის მიმართ გამოყენებული საპატიმრო, არასაპატიმრო ქვეყნა გასული საკრძალვა თუ ასე შემდეგ, ყველა ზომა არის პოლიტიკური ზომა იმის გამო, რომ ის დაისაჯოს რაღაც შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის გამო. რეალურად ჩვენ გვაქვს შეხება ყველაზე კორუფციულ მთავრობასთან საქართველოს ისტორიაში. ისეთი კორუფციული მთავრობა, როგორც არის ივანიშვილის ანტიქართული ოცნება, არასდროს საქართველოს არ ყოფილა. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რა რეალობის წინაშე დავდექით. ძიმეა მოსასმენად, რომ საკითხი ეხება თანაგუნდეს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს. მაგრამ რეალობა არის ის რომ კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ რომ საბრძოლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია ვიდრე პირადი ურთიერთობები. გამოძიება გაგრძელდება, ალბათ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, მაგრამ ის რა რეალობაც არის, ეს არის რეალობა. კანონს, რა თქმა უნდა, ჭირდება დაცვა და კანონი ყველგან იქნება დაცული.